გამარჯობა, ქალბატონებო და ბატონებო. მოგესალმებით. პირველ რიგში ჩემს გამომწერებს და მერე მათ ვინც მოისმენთ ამ ვიდეო მიმართვას. ცოტა დროზე ადრე მომიხდა წამოსვლა იქიდან, იმიტომ რომ მე ის დრო თან სამუშაოები მქონდა და რაღაც წერილებიც მომივიდა WhatsApp-ზე და უყურებდი კიდეს ამ ჩემს გვერდს. მიაქცევდით ყურადღებას, რომ გარკვეული ის ძველი მოთხრობები, რომლებიც დადებული მაქვს, მათზე გათიშული მაქვს კომენტარები, იმიტომ რომ ბევრი ისინი შემოდის, რომელსაც უბრალოდ ვერ უპასუხებ რა და ცოტა არ იყოს და დავისვენე ამ იმეებისგან და გახსნილი მაქვს ის, რომელიც იდება, ასე ვთქვათ. ეხლა ორი მაგალითად გახსნილია, ის მაკედონელის ძალიან კარგი საქციელი, რომელიც მეფეს რა ვიცი, მე მგონი ესეთი შემთხვევა არ არსებობს. მსგავსი, ესეთი გამოკვეთილი ვნების დაუკების და მეორე ჩავწერეს ღამის კეთილშობილი განგსტერის ბოლო ვარიანტი, რომელიც ალიაში სდევს და თუ წაკითხვა გენდომებათ, წაიკითხავთ, ახლაც სდევს იქ პირველი მასე. რა არის იცით? მიაქციეთ ყურადღება, რომ იმ გახსნილ იმეებზე კომენტარები არ არის. მე ვფიქრობ ასეთ რამეს, იცით, მე გულახდილი კაცი ვარ, როდესაც ვამბობდი იმას, ერთმა მითხრა, რომ ასაქსო რატო ამბობდიო ასაქსო და რატო ამბობდიო, რომ ვთქვათ ავადხარო რა. მე საკეკლუსოდ კი არ გამოვედი კაცო და იმის პულისთვის კი არ გამოვედი, რომ ვიღაცას თავი მოვაწონო და ზოგმა რო იცის ახლა იმ ზირაქს აქვს ასეთი რამე. მე არც ახალგაზრდობაში ვიყავი, ისეთი ყოველთვის სერიოზული ადამიანი ვიყავი, მაგრამ ზირაქს აქვს ძველ აღთქმაში ასეთი რამე, სიბრძნე ზირაქისა აქვს და სამრამეს ვერ იტანს ჩემი გულიო. ღატა კამპარტავანსო, მატყუარა მდიდარს და მოხუც მრუშსო და საერთოდ რა არის იცი, ადამიანს ის რა საკიცა აქვს და რა იმას საკის და მიხედვით უნდა იქცეოდეს, თუმცა სერიოზული მოქმედება ყველას მოეთხოვება, ახალგაზრდასაც და ძველგაზრდასაც, მით უმეტეს ასაკში რო ხარ კაცი, ზოგიერთი მალავს თავის ასაკს, რატო მალავს, გასაგებია, ხო? ეხლა მე იმ ალფონსებს და ვიღაცებს ვერ გამოუდგები უკან, ეხლა ვისაც ესეთი გონება აქვს და ვისაც უნდა რომ ვიღაცას მოაწონოს თავი და მე გამოვედი ჩემი შემოქმედებით და მე მგონია, რომ ხალხმა გამომიწერა იმისათვის, რომ წერალი ვარ თუ არა, ხალხმა გამომიწერა იმისათვის, რომ კაცი ვარ მეთქი, მაგრამ არც მიფიქრია და არც ამქონია აზრად ეგ. მიაქციეთ ერთ რამეს ყურადღება, რომ რატო დავკეტე ის, ვთქვათ, Facebook გვერდი. რაჟემს გამოვაცხადე, რომ მე ავად ვარ, 350 მოწონება და 100 გაზიარება და ისინი უცბად იქცა 2 მოწონებად და 0 გაზიარებად. დავხურე ის 1000-მდე ადამიანი მოვიპოვე სადღაც ერთ თვეში დაახლოებით და ეხლა წარმოვიდგინეთ, რომ 1000 ადამიანი ცოტა არ არის, ვთქვათ, ერთ თვეში. არა, მიუხედავად ამისა, მაინც დავხურე. მე არ დამიმალია ჩემი მიზანი, მე გამომიყვანა იმან მეთქი, რომ ერის ცნობიერება ცოტა დაბალ ნიშნულზე არის ჩამოსული და ჩემი მორალურად გამართული ლიტერატურით დაუპირისპირდი ამ გადაგვარებულ და გარყვნილ ლიტერატურას მეთქი და ამაში მჭირდებოდა, ვთქვათ, საზოგადოების მხარდაჭერა და საზოგადოება ახლა 3 მილიონი ხო ვართ, 2 მილიონი ნახევარი, 2 მილიონი მაინც ხო ვართ ქართველები, ხო? არ ვიცი, ეხლა იმისტი, ამისტი დაყოფილები კი არიან ქართველები, მაგრამ ხო არიან სერიოზული ხალხიცა რა. და ვიფიქრე, რომ რაღაც მოხდებოდა, ჯერ თქვი, მეთქი წიგნების გაყიდვას გავაკეთებთ მერე, წიგნები არ გამოვიდა და ნაკლები, ესე ძალიან ისეთი
ნელი პროცესი იყო, მე გამოაცხადე მეთქი თუ რაღაცა, გამოჩნდნენ ახლა ადამიანები ერთი რამდენიმე კაცი და ორი ქალბატონებს უთხარი რომ მე არ მინდა მეთქი რა თქვენი არანაირი დახმარება კალისგან და არ ქნეს იმათაც რომ არაო ჩვენ გვინდაო რომ ჩვენი ქვეყნისთვის რომ ზრუნავს ადამიანი ჩვენ ინტენსიურადო ყოველთვისო როცა რაღაცა ჩაგვივარდება და როცა რაღაცა გვექნება ყოველთვისაც გადმოგიგზავნითო მე უთხარი იმათ და განუმარტე რომ არ მშია, არ მწყური, არა ვარ ისე, მე უბრალოდ წიგნების დაბეჭდა მინდა და ეს არის ჩემი სატკივარი, რომ ჩემ ერთს მივაწოდო და სულაც არ მინდა გაყიდვა იმ წიგნებისა, მე მინდა რომ გავაჩუქო. ახლა ძალიან ბევრი ადამიანი მეკითხება, გასო, რატომ გახდი ცუდად, რატომ გახდი მსხვერპლი ექიმების? ექიმების მსხვერპლის ანამ გავხდებოდი. მე თქვენ ერთხელ მოგიყევით და მე ავიღე ის ვიდეო რაღაც სხვანაირად არ გამოვიდეს მეთქი. ბევრმა ადამიანმა იცით რომ მე ძალიან მცირე ასაკში მქონდა საქმე იქ დევს ახლა ჩემ YouTube არხზე ერთ-ერთ კანონიერ კურსთან მქონდა ურთიერთობა. არ მინდა ახლა სულ ამ თემაზე ვილაპარაკო, მაგრამ არ გამოდის ახლა ესე რომ ვერ გამოვდივარ ამ თემიდან ვეღარ გამოვედი რა. ხო და თითქოს ახლა მარტო ეს თემები მაქვს შესრულებული და სხვა მოთხრობები არ მაქვს და სხვა წიგნები არ მაქვს დაწერილი, ხო? ძალიან პატარა ასაკში მოხდა ისე რომ ერთ დღესაც საშინელი პიროვნება გადმოვიდა იქ მილიციის უფროსად და აი ამან გადაწყვიტა ჩემი დასჯა ამისთვის და ხდება ასეთი რამე რომ ერთ დღეს წამიყვანეს და მე მოყოლილი მაქვს ის ზოგადად რომ ნაბადი დამაფარეს ერთ-ერთ საწამებელი ოთახი ჰქონდათ ესე იმ დროის მილიციას ახლა მე შემდგომში მე აღარ მქონია ამათთან საქმე, მაგრამ ეს ნაბადი დამაფარეს და ისე მცემა 6-მა ადამიანმა ფეხებით შემდგნენ რო გითხრათ სიმართლე და ჯერ თავი გამიტეხეს, იმიტომ რომ თავი დამარტყმევინეს მაგიდას და თავი მქონდა შუაზე გაჩეხილი. შემდეგ ეს მუცელში მომხვდა ძალიან ბევრი ფეხი და ბოლოს მაღლიდან ჩამარტყა ქუსლი ერთ-ერთმა სპორტსმენი იყო ის არ ვიცი შურდა ჩემი რომ მეც ფიზიკურად ვარჯიშობდი და ძლიერი ბავშვი ვიყავი და ჩამარტყა წიხლი მაღლიდან ესე ვიფარავდი მე ესე ფაქტიურად ამ ყველაფერს აღარ ვიცოდი თავზე მიმეფარებინა არა ჩანდა საიდან ვინ მისწავდა ეს ნაბადი მქონდა დაფარებული და დაბლა დამაგდეს 3-6 კაცი დამეზგერა და ნუ ეხლა ვერც გაუძალიანდები ესეთ დროს ეხლა ჩხუბს ხوار დავიწყებდი იქ ხო მომკლავდნენ მაშინ და იტყოდნენ რომ აგერ მილიციას დაუპირისპირდა და ასე და ასე ხო და ეს ნაბადი რო გადამახურეს და შემდგომ ბოლოს ეს წიხლი ჩამარტყა მარცხენა თირკმელში მომხვდა. ძალიან დიდ ბოდიშს გიხდით ყველას, მაგრამ რო გამომიყვანეს სამორიგეოში ეს დალასრასებული უკვე ეს თავგაჩეხილი სისხლი მომდის აქედან ეს მუცელი მთლათ ესე იგი ნუ არ ვიცი წიხლებისგან იმისგან ამისგან რტმევისგან მტკივა ეს თირკმელი მტკივა ნუ რა ვიცი რა და გამომიყვანეს სამორიგეოში და აფორმებდნენ იმას რომ მე უნდა დავეპატიმრებინე და რაღაცა საქმეები უნდა როგორც ხდებოდა ხოლმე აი ასეთი ჟარგონით ვიტყვი აეკიდებინათ ჩემთვის ეს ყველა საქმე გაუხსნელი საქმეები რომ ვითომ მე ვიყავი ამის გამკეთებელი რადგან ამ ხალხს ამტრიალებდი ჯერ მეკითხებოდნენ ის კაცი სად წავიდა სად მე ხო არ მაბარებს ანგარიშკაცო სად მიდის და სად მოდის და ნუ აი ესეა უპატრონო ეკლესიასო ეშმაკები დაეპატრონენო მერთო მაპატიე მაგრამ ნუ ესე არის რა ნათქვამი და ჩემი საქმეც აი ასე იყო და რო გამომიყვანეს სამორიგეოში და ამოქმის იმას რაღაც ფურცელი ხო იწერება დაპატიმრების იმას რომ 2 დღეში ამას დავამუშავებ საკატლეტე ხორცივით კიდევ და მე ნახავს ახლა ჩვენ ესე ისე რამე და ნუ ამ მაშება ეს ბოლთას ასცემს ამ სამორიგეო ოთახში ეს სპორტსმენი პოლიცია მილიციელი და აი ამ დროს ერთ-ერთი გავლისას მე მუცელზე მაქვს შემოდებული ერთი ხელი თირკმელზე მაქვს ეს თავის სისხლშალებ თავზე იმაზე რაღაცა და ნუ ხდება ესეთი რაღაც რომ ესე იგი
ფეხის თითებში მირტყავს ახლა ამ ჩექმის ქუსლს და მამტრავს ამ ფეხის თითებს. ეხლა წარმოიდგინეთ ჩემი მდგომარეობა რა. აი ბოდიში მოგიხადეთ წეღან და მინდა ყველას ბოდიში მოგიხადოთ, შეიძლება ქალბატონებიც მისმენთ და ამიტომ რა რომ ერთი კვირის განმავლობაში აი სუფთა სისხლი მოდიოდა თირკმელიდან. სუფთა სისხლი. მე რო წავედი ექიმთან, მითხრა ექიმმა რომ თირკმელი ისეა დაზიანებული, რომ ამის გადარჩენა შეუძლებელია. ანუ ფაქტიურად ძალიან ახალგაზრდა, პატარა ბავშვი უკვე დაურჩი ერთი თირკმელით. ეხლა წარმოიდგინეთ თქვენ ოპერაცია ვერ გავრისკე, მითხრა რომ შეიძლება სეფსისი განვითარდეს, იმიტომ რომ სისხლი მოდის. დაახლოებით 1 თვის განმავლობაში არ წყდებოდა ეს სისხლი. და ამ მუცლის ღრუს ეს ყველაფერი ეს სისხლი შეჩერდა, როგორც ბოლოს რამდენიმე წლის წინ საფრანგეთში მომეცა საშუალება რომ გამევლო გამოკვლევა გამეკეთებინა ამ ყველაფერზე და მითხრეს რომ აქ მითხრეს ადრე რომ სიმსივნური წარმონაქმნებია მუცლის ღრუში, იმიტომ რამდენჯერმე გაჭრა მოხდა ჩემი ესეც რაღაც დილეტანტი ექიმი შემოხდა, თუ რაღაც სილს ვერ დავწამებ სპეციალურად არ ვიცი, ადამიანმა შეიძლება არ გაგიკეთო სპეციალურად, მაგრამ იმდენად ბევრი რამე მქონდა ჩატოვებული მუცლის ღრუში, რომ ამ ყველაფერს უკვე ვეღარ გამოასწორა მეორე ქირურგმა და შემდეგ მერე და ნუ არ ვიცი რამდენჯერმე მომიხდა ამ დანის ქვეშ დაწოლა. ვარჯიშის დროს ვიგრძენი ეს აზიდვის დროს იმ რა ქვია ტურნირზე ტყივილი, ესე იგი მუცლის ღრუში და რო წავედი ექიმთან, მითხრა სასწრაფოდ უნდა გაგშრა, თორე შეიძლება მოკვდა და ნუ შემაშინა, ნუ ჩქარა და არ ვიცი რა რატომ, რისთვის შეიძლებოდა ისე გადავრჩენილიყავი ეს. თირკმელს დაემატა ეს მუცლის ღრუს გაჭრა და ეს მერე ჩატოვება ამ ყველაფრის ამ მუცლის ღრუში. ანუ გაუბედურდი, მე ვაგრძელებდი ამ ვარჯიშს მაინც ფიზიკურად რომ ძლიერი ყოფილიყავი, მაგრამ ამ ტკივილების ფონზე ამ ყველაფრის წარმოიდგინეთ და ნუ საფრანგეთში რო გავიარე გამოკვლევა, მითხრეს სიმსივნე არ არის, სიმსივნური წარმონაქმნები არ არის, რაღაც სიმაგრეები არის, მაგრამ ეს არ არის სიმსივნე. არავით არის მეტასტაზი და არავით არის არაფერი არ ჩანს, მაგრამ თირკმელი არის 5-ჯერ გადიდებული იმ ზომასთან, ვიდრე უნდა იყოს. და მათაც ესე მითხრეს, ეს ძალიან დიდი ხნის გაჩერებულია ეს თირკმელიო. ეს თირკმელი ვიცი რომ დიდი ხნის გაჩერებულია, მე ვთხარი, მაგრამ რა ვქნათ მეთქი ახლა რა მოხდება თუ არ ამოვიღებ, უნდა ამოვიღოთო და მათაც ესე მითხრეს რომ შეიძლება ნებისმიერ დროს დაიწყოს სეფსისის განვითარებაო ამ თირკმლიდანო. თუ კი რაღაც დაირღვევა ან სიმძიმის აწევის დროს ან და ესე როგორ გავაკეთო რომ ახლა სიმძიმე არ ავწიო, ის არ ავწიო, მით უმეტეს ახლა ყოველდღიურად მე არც მეგონა ამასაკამდე თუ მოვახსენდი უბრალოდ არც ისე ვიყავი ვთქვათ იმ მეცნიერებასთან, წლალა და ბიოლოგიასთან და ქიმიასთან, მაგრამ მაღალ დონეზე შესწავლა მომიხდა იმისათვის, რომ ადამიანი ყოლა ბიომასა 5 ატომისგან შექმნილი შემდგარი თავი ბოლო და რა პროცესები მიმდინარეობს ბიოლოგიური, ქიმიური და ნუ საკუთარი იმები, ძალებით და წამლების გარეშე ვცდილობდი და ამ ვარჯიშით მით უმეტეს ძველი ბერძნები ამბობდნენ რომ ავატყოფობა შველის სამი რამ სიტყვა ვარჯიში და დანაო და აი ამ კუთხით ვაგრძელებდი ცხოვრებას და დღემდე ნუ ამ მოძრაობით ამ კვებით, ნუ სათანადო კვებით რა თქმა უნდა, არ მოწევით, არ დალევით და ასე შემდეგ და ჯანსაღად ცხოვრებით. ნუ ჯერჯერობით ვაგრძელებ ისევ ამ ცხოვრებას როგორღაც, მაგრამ გამანადგურა მთელი ეს ტკივილების ფონზე შევქმენი ყველაფერი და ისე გავიკეთე რამდენიმე ოპერაცია, არ ვიცი ახლა შეიძლება წარმოუდგენლად მოგეჩვენოთ, მაგრამ გამაყურებელიც არ გამიკეთებია. თავაზობდნენ რომ რაღაცას ისეც გაიგებდეთ რომ არ მიჩვეულიყო ორგანიზმი, იმასაც კი ვერიდებოდი რომ ის გამაყურებელი წამლები მე რეზისტენტული არ გამხდარიყო ჩემი ან ანტიბიოტიკების მიმართ ან იმის მიმართ და ამ ყველაფერს ვერიდებოდი და რაღაც შინაური იმებით ვებრძოდი ვთქვათ. ჰიპოკრატეს იმისი არ იყო რაღაც ნიორზე კარგი არაფერი არ საუკეთესო ანტიბიოტიკია ნიორიო და ამის წყალს ვაყენებდი და დღეში რამდენიმე წვეთს ვიღებდი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ არის საინტერესო არ არის ეს როგორ და რანაირად, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ასე ვებრძოდი მთელი ცხოვრება. წარმოიდგინეთ თან
ყოფითი პრობლემები, თან ეს ჯანმრთელობის პრობლემები, თან ის უნდა მეწერა და შემექმნა და აი ამ ყველაფრის ფონზე რომ გითხრათ რომ ეხლა ჩემი გამლილი ცხოვრება და ტანჯული ცხოვრება რაღაცა იმას მაყენებს თქვათ ტკივილს ახლა დღეს ნამდვილად არ არის ესე ხანდახან შეიძლება რაღაც მომივიდეს გული მაგრამ ეს ხშირად არ ხდება და მე მაინც ვფიქრობდი რომ რაღაცა რომ ხედავდი ახლა დღევანდელ სიტუაციას განსაკუთრებით რა ხდება გარეთ და რა ხდება საერთოდ საქართველოში ვიფიქრე რომ ჩემი მოგზაურებული წვლილი შემეტანა ამ მორალურად გამართული ლიტერატურის გამომზეურებით ასე ვთქვათ და მასიურად გავრცელებით მაგრამ წარმოიდგინეთ რომ ეს რა ვიცი ვის აღარ მიმართა იქით აქეთ იმასაც მაგრამ არ ვიცი არავინ არ გამოჩნდა მე დავდებ კიდე ერთხელ კიდევ დავდებ ამ ჩემს ანგარიშებს მე Facebook-ის გვერდსაც გავხსნი იმიტომ რომ შეიძლება ზოგს მესენჯერში დაკავშირება მოუნდეს მაგრამ ხო გეუბნებით აი ბოლოს ეს რომ დავდე მაკედონელზე და ვთქვათ ის ღამის კეთილშობილ განგსტერზე ერთმა მეგობარმა მითხრა რომ მაკედონელის ასეთი ვნების დაუკება რომ არ ყოფილიყო და ყოფილიყო იქ დარიოსის ცოლთან ვთქვათ ხასად გაეხადაო ძალიან ბევრი კომენტარი იქნებოდაო ასევეო იმ ქალბატონსო რომელმაც შვილის მკვლელს აპატიაო იმ რამის კეთილშობილ განგსტერში ბოლო დამამთავრებელ ნაწილში შვილის მკვლელს აპატიაო შე რო გაგეკეთებინაო თქვათ ესეო მე როგორ უნდა გამეკეთებინა მასე არ მოხდა და ისე მოხდა როგორც დავწერე მაგრამ აი რო ყოფილიყო ის რომ ამას სტაბილური იარაღი ამოეღო ამ ქალბატონსო და იმ განსაჯელისთვის ესროლაო ნახავდი მე რამდენი კომენტარი იქნებოდა შენ განაცვალე მარჯვენაში და ასე შემდეგ და შეამკობდნენ იმ ქალს უმაღლეს დონეზე მაგრამ რო აპატია შვილის მკვლელს ეს უკვე არავის აღარ მოეწონაო დავიჯერო საზოგადოება მართლა ესეა კაცო დეგრადირებული რომ ესე იგი კარგი და მორალურად გამართული ეს რაღაცა არ ვიცი მე არ ვიცი უკვე რა ვთქვა რა თუ ეს არ გინდათ ხალხო იცით აი თუ ეს არ არის საჭირო თუ აი ჰიტლერის თქმის არ იყოს ესე იგი კაცობრიობა უნდა გავანთავისუფლო იმ სენისაგან რასაც მორალი ქვიაო თუ მორალი აღარ გვინდა თუ მორალურად გამართული ნაწარმოები არ გვინდა ეს გარყვნილება გვინდა და ეს რა ვიცი გიჟები და სულელები ისედაც მრავლად არიან და არ ვიცი მე რო გითხრათ ახლა არაფერი არ გაჭირვება და ის არ მაქვს ახლა ხო შემეტყობოდა მე რომ რაღაცა ესე იგი გაჭირვებული ვარ და გაუბედურებული ვარ ხო არა ვარ გაჭირვებული ვთქვათ მყავს ისეთი ადამიანები გვერდში რომ არა ვარ ვთქვათ მე სხვანაირ სიბერეს ველოდებოდი უფრო რა ვიცი მერთმაის ახლა შეიძლება უარესი დამიდგეს ეგ არავინ არ ვიცით ხვალდაზე გვის რა დღე გაუთენდება მაგრამ დღეს ასეა ყოველ შემთხვევაში მადლობა ღმერთს რომ მე უფრო ცუდს ველოდებოდი და არა მაქვს ასე ცუდად საქმე რომ ვთქვათ რაღაცა მე მჭირდებოდეს ვინმესგან რაღაცა ხელის გამოწვდა თორემ კიდე გეუბნებით ახლა ზირაქზე ჩამოვაგდეს წეღან საუბარი და სამრამეს ვერ იტანსო ჩემი გულიო კიდევ გაგიმეორებ ღატა კამპარტავანსო მატყუარა მდიდარს და მოხუც მრუშსო და ეხლა წარმოიდგინეთ ეხლა მე არასდროს არ მიცხოვრია ხელგაშლით და არასდროს არ მქონია რაიმე ისეთი რომ ისა მაგრამ ყოველ შემთხვევაში არც სამპარტავანი არა ვარ ვიტყოდი იმას რომ არა ვარ გაჭირვებული მე უბრალოდ წიგნების გამოცემა მინდოდა და ერთი წიგნის გამოცემა მაინც მინდოდა ისე არ წავსულიყავი ამ ქვეყნიდან რომ ის ძარცველი ჟურნალისტი რომელსაც მთელი ფსიქიატრიის შესწავლა მომიხდა იმიტომ რომ შემედარებინა ეს ერთმანეთთან ეს რა ქვია იდენტობის დისოციაციური აშლილობა როდესაც ეს ამნეზირდება ერთი და მეორე იწყებს მოქმედებას და ეს ადრე აუხსენი და მეორე ადამიანი რომელიც ნორმალური იყო და ორი ხასიათი იყო მასში მეორე ხასიათი იძულებით ჩასახლებული ხასიათი იყო მთელი ამ იმის შესწავლა მომიხდა იმისათვის რომ ეს ფსიქოლოგიური დრამა შემექმნა ხო იქაც მორალზეა ლაპარაკი ამაზე კულტურის სამინისტროსთან გარკვეული ხანი ერთი რავი 3 თვე თუ რაღაცა მქონდა ამაზე საუბარი მაგრამ იქ რაღაცების ამოღება მითხრეს იქ გადაღება და
წიგნს მე ვერ დავშლიდი, იმიტომ რომ მთელი ეს წიგნი აგებულია ერთ მთლიან ორგანიზმად და იქ გამორიცხულია ერთი რაღაც ადამიანის გამოკლება და რაღაცის, არ ვიცი, მე ვერ გავაკეთებდი ამას. ასე რომ კიდე გეუბნებით რა 300 კაცი რო წაიკითხავთ იმას ან მოისმენ და 5 კაცი რო მოიწონებთ, ეს ჩემთვის არის ისიც როგორი შეურაცხმყოფელი, ესე იგი 300 კაციდან თუ ვთქვათ ალექსანდრე მაკედონელის ეს უნების დაუკება 5 კაცს მოეწონა, მაშინ ცუდად აგვაქვს საქმე. ანდა იმ ქალბატონის სასამართლოზე წარდგომა და განსასჯელის, ანუ შვილის მეგობრის მიმართ გამოხატვა პატიებისა, როცა მიმართა მას რომ შვილო, შენ წინ აღარასოდეს შემხვდე, მაგრამ შენ გაგანთავისუფლებ სასამართლო, იმიტომ რომ ჩემი მოთხოვნა, მისი მოთხოვნა იყო ის, რომ სასამართლოს გაენთავისუფლებინა ის ახალგაზრდა, რომელმაც შვილი მოუკლა, 20 წლის ბიჭი. და თუ ესე იგი ერთი ადამიანიც არ გამოჩნდა ისეთი, რომ დაწეროს, რომ მომეწონა ეს, კომენტარში, მაშინ არ ვიცი და რაღაცა ისეთი სისულელებზე ვნახულობ ათასობით კომენტარს, რომ მარტო დაცინვა, მარტო ეს რომ ჩვენ ვიცით ამ სიტყვის ხმარება ღადაობაო და მარტო ეს არის ჩვენი ცხოვრება, კაცო. არ ვიცი, მე გეუბნებით რა, ძალიან გული მაქვს აცრუებული. იმიტომ რომ ამხელა ერი ვართ, იცით, კარგი თქვათ, ვინც ხვდებით ახლა, 600 გამომწერი მყავს, ახლა 600 გამომწერი არ განსაზღვრავს მთელ საქართველოს მართალია, მაგრამ სოციოლოგიური გამოკითხვა რო ხდება, იქ გასაგებია რომ 3 მილიონი ადამიანს არ ეკითხებიან, ხო და 5 მილიონს. ისინი ეკითხებიან რაღაც გარკვეულ რაოდენობას 1500, 2000 ან 3000 კაცს და ამით ადგენენ, ესე იგი საერთო სტატისტიკურ იმას მაჩვენებელს. და მეც ამ 600 კაციდან რამდენი აზიარებს, რამდენი მოიწონებს, რამდენი კომენტარს გააკეთებს, ამას უყურებ და აქედან გამომაქვს ეს დასკვნა, რომ ესე იგი რაღაცა ვერ აგვაქვს კარგად მთლად ისედაც არ ყოფილა, ესე იგი მე რომ მეგონა იმაზე უარესად ყოფილა საქმე. არ ვიცი, კიდე გეუბნებით რა, თუ ვისაც გაქვთ იმის შესაძლებლობა, რომ გვერდში დამიდგეთ, თქო, გინდა ერთი კაცი იყავით, 2, 5, რა ვიცი, გამოჩნდით, კაცო. ესე იგი, ვინ მე არავის ისტი არა ვარ, არავის მიმდევარი და არავის მომდევარი და რაღაცა, არ ვიცი, პარტიის წევრი და ისა და ვიღაცის ისტი და ამისტი არა ვყოფილ ვარ ჩემს ცხოვრებაში. ჩემი შეხედულებები მაქვს, ვიცი რა ხდება, დაგიждები ბატონო და იმ რამაშხიკვაძესი არ იყოს, დავილაპარაკოთ და აგერ გეტყვი ჩემ შეხედულებას, რომ რეალობას ვაფასებ ისე როგორც არის, მაგრამ არავის მიმდევარი და მომდევარი მე არ ყოფილი რა. მე ვარ მწერალი, მე მაქვს ჩემი საქმე, არც ეს ბლოგერობა არ მინდა და ესეც იმიტომ გამოვედი, რომ ეს საქმე გამეკეთებინა. ამას გეტყვით, ეს არის ჩემი სიტყვა. კიდე გეუბნებით რა. მე ვარ 64 წლის კაცი. მართალია ეხლა ავად ვარ, მაგრამ ისე ავად კი არა ვარ, რომ ქუჩაში ვერ დავდივარ და ბოლო-ბოლო ერთ კაცს კიდე ვეჩხუბები რა. ეხლა მაპატიეთ ამას რომ იმას, მაგრამ არა ვარ მთლად გამოთიშული ამ ქვეყნიდან რა. ვარჯიშობ და ვარ ჩემთვის მართალია არ მაქვს აწყობილი ორგანიზმი, მაგრამ მაინც ფეხზე ვდგევარ. ერთი სიტყვით, კიდე გეუბნებით, კიდე ერთხელ დავდებ ამ ჩემს ანგარიშებს. ოღონდ გამაგებინეთ, რომ მე ეს შემიძლია ეს რომ წიგნი გავაკეთო ერთი მაინც და ამ წიგნს რო გამოვცემ, მერე ნახავთ რა არის ის წიგნი. მე მოგიყვებით ამის შემდეგ ეხლა ხვალ შეიძლება ჩავწერო, ამ წიგნის შესახებ კონკრეტულად ამ წიგნის შესახებ. მერე სხვა რაღაცებსაც გეტყვით იმას, მაგრამ დავინახო რაღაც აქტიურობა, დავინახო რაღაც კომენტარი, დავინახო რაღაც მოწონება, დავინახო რაღაც გაზიარება, იმის გულისთვის კი არ მჭირდება, რომ მე ამით ავჭამო კაცო პური, მაპატიეთ ამ გამოთქმაზე, მაგრამ მაგისთვის კი არ მჭირდება მე მოწონებები, რომ ლაიქები მჭირდება. არა ბატონო.
კიდე გიმეორებთ, მე სხვა არაფერი არ შემიძლია, მე მწერალი ვარ, მე წიგნების გამოცემა მინდა. არავით არის ბლოგერობა და არავით არის ეს პუბლიკასთან კი ბატონო, რატომ არ მინდა მქონდეს საქმე და ურთიერთობა, მაგრამ არა ასეთი, რომ მე ვეხვეწო, ესე იგი ადამიანებს, რომ ეს ისე არ გამომივიდეს, რომ მოწონება იმას დავინახავ, რომ ვიღაცას მოეწონა და ჩემთვის ხო ეს სტიმულია. ჩემთვის ეს არ არის შემოსავლის წყარო და არც მინდა რომ იყოს გას. იმიტომ რომ მე ამას ვერ გავუძღვები, მე ამას ვერ შევძლებ. ეს ძნელი საქმეა. ისევე როგორც პოლიტიკა. მე ადრეც ავთქვი, პოლიტიკაო როვენ არ გიროიძახო და გერმანელი მწერალი სტალინთან შეხვედრის შემდეგ ყველაზე დიადი საქმე. რა თქმა უნდა, ყველაზე დიადია ყველა ცოდნათა შორის. მეც ვეთანხმები, მაგრამ როგორი ცოდნა ამ ქვეყნიური, ხო? და ამა ქვეყნისა სიბრძნე სიშლეგე არს უფლისა მიმართო. ვისი სიტყვებია? პავლე მოციქულის სიტყვები. ესე იგი მე მაგალითად მაქვს იმის პრეტენზია რომ ვაზროვნებ. კარგად გამიგეთ, მე ამბიცია და ის გაარჩიეთ. გაარჩევთ განვითარებული ადამიანები. მაქვს პრეტენზია რომ ვაზროვნებ, მაგრამ ნებისმიერ მასე მოაზროვნე, პოლიტიკურად მოაზროვნე, ასე იგი ადამიანი ნებისმიერ დროს მომატყუებს. რატომ? იმიტომ რომ მე იმაზე არ ვფიქრობ, მე ის არ ვიცი. ვიქტორ ჰიუგო ამბობდა, როდესაც დავინახავ თუ წარმატებულ ადამიანსო, იმ თავითვე გასაგებია რომ ეს კაცი არის მოხერხებულიო და თუ მოხერხებულია ის თაღლითიც არისო, ხო? რატომ იყო რომ დიდი ადამიანები უარყოფდნენ მაგალითად შექსპირს აქვს ასეთი გამონათქვამი, რომ რა სიმდიდრე ერთ საათში იქნება გაქრეს, რა ტიტული ის ხომ მაცდურ ბურანში გახვევს, მე ხომ მხოლოდ ვეძიებ სახელსო. რატომ უარყოფს ყველა ერთი და იგივეს, რატო ამბობს ყველა სწავლული და ყველა ბრძენი ადამიანი, რომ მიუღებელია მათთვის სიმდიდრე ქონება და მდგომარეობა. მაცდურ ბურანში ზუსტად ის მდგომარეობა გაგდებს ადამიანს. და ბევრი ჩააგდო ამას იმ ძალაუფლებამ და იმან გარყნა და გაათაფცილა და გაანადგურა ადამიანები გასო. ეს არ მინდა მე და მინდა რომ ჩემ ერში, სადაც იაკობ გოგებაშვილის დედაენა აღარ არსებობს, სადაც აღარაფერი აღარ არსებობს. რაღაცაც მორალურად გამართული ერთადერთი რა ვიცი, შეიძლება სხვებიც არიან და იქნებიან კიდეს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ერთადერთი კაციო, რომელიც ვდაობ იმ სამინისტროსთან, იმასთან და რაღაცნაირად ამხელაერი ვარ და მას ესე იგი ადამიანები აღარ ახართ კაცო ისეთი რომ ესე იგი რაღაცა პატარ-პატარა რაღაცა შეკუშდეს ერთი წიგნი მაინც გამოძა ჭკვიან ხალხს დაურიგო კაცო საშუქრად. ერთი წიგნის გაყიდვაც არც გამიყიდე, ერთხელ გაიყიდა 2000 წელს გამოცემული წიგნის გამოცემულობა სამშობლო რო იყო, მაშინ დაბლა მაღაზიაში იყიდებოდა, ის იყო სიკეთე გადაარჩენ სიცოცხლეს, ერთადერთი წიგნი იყო, დანარჩენი სულ გაჩუქებული მაგას. მე წიგნიდან ფული არ მიშოვია. არ ვიცი, ეს არის ჩემი, რა ვიცი, გულის ტკივილი ჩათვალეთ თუ რა ვიცი როგორ და რაც გითხარით, კარგად გამიგეთ რა. ღმერთმა ყველას გიშველოთ, ღმერთმა ყველა დაგლოცოთ და გადავარჩინოთ ეს ჩვენი გენი, კაცო, ეს პატარა ხელწამოსაკრავი ხალხი ხო არა ვართ არა ჩვენ. რაღაცა ჩვენი რაღაც კოდი ხო გვაქვს, კაცო, რაღაც ნიშანი ხო გვაქვს, კაცო, ჩვენი ერის. ჯანმრთელობას გისურვებთ ყველას.